სალამი მეგობრებო, მოგესალმებით და მინდა რომ შემომიერთდებით, დავიწყებ ამაზე საუბარს, ანუ ძალიან საინტერესო რაღაც ხდება რა. მანამდე მე გეტყვით ვინ ვარ მე. მე ვარ თამარი და დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე YouTube-ის გამარჯობა და შემომიერთდნენ. თავს ვაცნობ ახალ პიროვნებებს, რომ ესე უცნაურად არ იყოს, ხო? და გადავალ თემაზე. თამარი, რომელმაც დავიწყე YouTube-ის YouTube channel-ის ხელმძღვანელობა, თუ როგორ უნდა დავარქვა ამას, დავარქვი Liquid Dogma თამარის live-ი. Facebook-ზე ვწერდი live-ებს და YouTube-ზე ვტვირთავდი. ასე რომ მე ვარ თამარი, ვინც არ ვიცნობთ და ვინც ახლები მყავხართ შემოერთებული, იმათთვის გეტყვით, რომ მე ვარ თამარი, ინასარიძე გეფარტი არის ჩემი მეუღლის გვარი და ასე რომ დავიწყოთ ახლა თემა. ძალიან საინტერესო რაღაც ხდება მეგობრებო და გოგირდზე გადავედი, ანუ ჩვენთან არის გოგირდის წყალი. და სანამ გოგირდამდე მივდიოდი, ესეთი სურვილი შემოვიდა რა ჩემში ახლა კითხვასაც დასმა უნდა და კითხვის დასმამდე უნდა შემოვიდეს სურვილი, თორე სხვანაირად არ გამოვა და ამიტომ გზაში ქრისტეს ვთხოვე, რომ მეთქვი მასწავლე მეთქვი შენი ენა, რომლითაც მამას ესაუბრები მეთქი რა და რომლითაც მამას ესაუბრებოდი თქო და ძალიან საინტერესო რაღაცები გაგვანდო, იმიტომ რომ მე თქვენთან ერთად ჩემ თავსაც ჩავთვლი რა. აი ეს მინდა გითხრათ, რომ აი ეს არის სიტყვები, რომლებიც გამანდო, თუ რას ნიშნავს. ახლა ნახეთ, ალბათ იცით თქვენ, რომ დაახლოებით რამდენიმე თვის წინ დაიწყო ჩემთან ენის გახსნა. და ამ ენაზე ვსაუბრობდი, მე ოღონდ არ ვიცოდი ამ ენის სიტყვის მნიშვნელობა, ანუ სურვილი მქონდა რომ საუბრობდი, ესე იგი, ერთი და იგივე სიტყვებიც მხვდება, ანუ მე რაც დავიმახსოვრე იმ სიტყვებიდან, მხვდება ერთი და იგივე სიტყვები, მნიშვნელობა არ მესმის, ოღონდ რას ვლაპარაკობ, გესმით? ეს დამემართა სახში ჰოლოტროპულ სუნთქვას ვაკეთებდი. და ჰოლოტროპული სუნთქვის დროს სახში ვაკეთებდი ოღონდ რა. ჰოლოტროპული სუნთქვის დროს გაიხსნა ეს ენა და წამოვიდა წყალივით და ვლაპარაკობ ამ ენას და არ ვიცი რა ენა არის ოღონდ. არ ვიცი რა ენაა, გესმით? მაგრამ ეხლა აი ესე რომ დავდივარ ხოლმე, ხო? მოდის ეს სიტყვები მოდის და ვლაპარაკობ ამ ენაზე, გამოვთქვავ სიტყვის, მაგრამ მნიშვნელობა არ მესმის. ხო და ეხლა რომ ვსეირნობდი ქრისტეს ვთხოვე, რომ მეთქვი შენი ენა მასწავლე თქო. რა ენაზე ესაუბრებოდი მამას თქო რა. ხმამაღლა გამოვთქვი. არ გასულა რამდენიმე წუთი და ისევ დამეწყო ეს ანუ სიტყვას გამოვთქვავ. მაგალითად ნეჰება. ნეჰება. აი ესეთი სიტყვებია. მე რო ვლაპარაკობ, ახლა შეიძლება ვერ ვლაპარაკო, მაგრამ ელეჰეტო, აი ესეთ რაღაც სიტყვებს ვიჭერ, მაგრამ ვერ მესმის რა არის და ეხლა რა მოხდა იცით? დავიწყე ამ სიტყვებზე საუბარი, ისევ საუბარი და კითხულობ რა, რომ რა არის ეს? რას ვლაპარაკობ? ანუ რა სიტყვაა ეს? რა მნიშვნელობის არის? და ახლა გაგიმხელთ რა მნიშვნელობები გამიმხილეს დღეს რა. ამოვწიო მეჰეტერო, აი ესე ქვია მაგას, მეჰეტერო, მე ვარ წიაღი. ნეჰება არის ნება. იმიტომ რომ დამაკავშიროს პირდაპირ ქართულთან, ნახეთ, თვითონ ნეჰება არის ნება, იმიტომ რომ ჩვენ ეს ჰე ხო წაგვართვეს. აი ეს ნეჰება შეიძლება 10 ჯერ და 20 ჯერ მაგ ნათქვამი მანამდე, მაგრამ მნიშვნელობა არ მესმოდა. და ეს ერთად კი არ იკითხება ნება, არამედ ნეჰება, აი ესე იკითხება. მეჰეტო არის ღმერთო.
ლიჰემეტო მეკითხება, ანუ კითხვას სვავს, ლიჰემეტო ხარ შენ მესიაღი, მეკითხება და ნახეთ, დომეჰელი ვარ მე შენი ძიაღი, ანუ აი ეს გამანდეს ლიჰემეტო. მერე ტერა, ანუ ტერა არის აი ბუნება, ყველაფერი რაც ბუნებაში შედის, ტერა შეიძლება ითქვას და ტერა, იმიტომ რომ აი ამ ჰეს ძალიან საინტერესო ენაა რა, აი საოცარი ენაა. ეხლა მე რასაც გამანდობენ, გაგანდობთ თქვენც, მაგრამ ნახეთ, ეს არის პროცესი რა, პროცესია, როდესაც აი ძალიან საინტერესო პროცესი რა არის, იცი? როდესაც მოდის ეს სიტყვები, ვერ ხვდები რას მეუბნებია, რას ვლაპარაკობ ვერ ხვდები, რატო შემოდის, რა სიტყვებია ვერ ხვდები და მერე კითხვას რომ ვსვავ, რომ აი რას ნიშნავს ეს. აქამდე არ ვსვავდი კითხვას. უბრალოდ ვლაპარაკობ და ეხლა დავსვი კითხვა, რომ რას ნიშნავს ეს სიტყვა რას ნიშნავს. და როგორც ჩანს, ქართული არის ძალიან ახლოს ამ ენასთან, ანუ რომელ ენაზეც ქრისტე მამას ესაუბრებოდა და უბრალოდ ეს ჰე არის უფრო აქტუალური ამ ენაში. გესმით? და ამ ჰეს მნიშვნელობა ჰემეთო, ანუ მეჰეტო, აი ესე მოდის, ნახე, მეჰეტო, ვამბობ, რა არის ახლა ეს მეჰეტო? ხო? ვიკითხე რა არის მეჰეტო და არის ღმერთო. ანუ ესე მოვიდა რა ინფორმაცია, არის ახლოს, ღმერთთან არის ახლოს ჰემეტო და ოღონდ დაშლილია სიტყვა, ნახეთ, ჰემეტო, მეურევია შიგნით. ჰე არის, ვიცით რომ ჰე მერვეზე არის საუბარი და ჰემატრიაზე და ჰეზია საუბარი, ჰემეტო მეკითხება. ტო არის, ნახეთ, როგორ მომივიდა, იცით ინფორმაცია? ტო არის ვიღაცა გისმევს შენ კითხვას, ტო ხარ? ანუ ნახე, თუ წინადადება თუ სიტყვა მთავრდება ტოთი, ხო, გეკითხება შენ ხარ? და შენ უნდა უპასუხო ტო მე ჰე, იმიტომ რომ უნდა დაიწყო იმ კითხვით, რითიც დამთავრდა. ეს ჩემ აზრებს გიზიარებთ, ახლა რაც შემოვიდა ჩემში ინფორმაცია, რა ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ სიგიჟეაო, მაგრამ არ ვიცით, იქნება არ არის სიგიჟე, ხვდებით? ტო, ან თვითონ სიტყვა ტო, ხო, არის დაგისვეს კითხვა, ხარ? და კითხვის ნიშანი უსვავს. მეჰეტერო. ხო და ჰელი, მეჰელი, ანუ ლიჰემეტო, ხომ კითხეს ვთქვათ, ლეჰემეტო ვთქვათ. ტომეჰელი უნდა უთხრა შენ, ანუ პასუხი ეცემა ესე, ტომეჰელი. და ტომეჰელი, დაი წარმოიდგინე, ტომელი, რომელი ტომელი ხარო რა, ანუ ხო არის ტომებზე საუბარი რა და რომელი ტომის ხარ. ეხლა მე ამას გესაუბრებით როგორ იცი, აი ტომეჰელი ხო მითხრეს, ხო დაიწყო შემოვიდა ეს სიტყვა და ვამბობ ტომეჰელი რას ნიშნავს ეხლა და მე რო დავსვი კითხვა რას ნიშნავს, ეს არის კითხვა, კითხვის დასმა მითხრეს, ანუ მომივიდა ეს ინფორმაცია და პასუხი როგორ გავცე, მე ვიკითხე, პასუხი როგორ უნდა გაეცეს ამას და ტომეჰელი რომ მითხრეს, აქ უკვე ჩაირთო, ანუ კლიკ გამინათ და იმიტომ რომ ტომეჰელი ამბობს რომ მე ვარ შენი ხელი, გესმის? ანუ შენი ხელი ვარ, შენი ტომელი ვარ, ანუ კავშირშია ესენი ერთმანეთთან ხელი. რატომ არის სულ ხელდასმა და ხელი რატომ დომინირებს ჩვენს ენაში, ხო? იმიტომ დომინირებს, რომ ზეცა მამასთან კავშირშია. ხო და
აი ძალიან საინტერესოა რა, გაოგნებული ვარ, ისეთი საინტერესო ენა იხსნება ეხლა, რომ მადლობა უფალს და მადლობა უფალ იესო ქრისტეს, რომ ჩვენ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ გაგვეხსნას ჩვენ მამის ენა. ხო, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, თვითონ სასაუბროთაც ძალიან ლამაზია, აი ხანდახან ჩემს მეუღლესაც ვესაუბრები ხოლმე ამ ენაზე და ისე მოსწონს ეს ენა. არ ვიცი, აი რაღაცეებს წარმოქმნის მასში რა, რაღაც ძალიან დადებითი მუხტს წარმოქმნის და ხანდახან მეუბნება ხოლმე რომ მესაუბრეო მაგ ენაზე. ხო და აი სხვათა შორის როდესაც ჩემ ბავშვთან ბატონები მოვიდნენ, ხო? მაშინ აი ამ ენაზე დაუწყე საუბარი, მუცელტკიო და ძალიან რა და ამ ენით რაღაცები ვისაუბრე, ანუ რაც მომივიდა ინტუიციურად და მე კვერცხისის გაუკეთე შემოვლა რა, კვერცხის შემოვლა გაუკეთე და ამ ენაზე ვსაუბრობდი თან და უცბად ახტა ბავშვი და დაიწყო ხტუნაობა, რომ რა ისა ანუ მოეხსნა რაღაც რა და მე უპილარიონმა ასე თქვითო, ჰე, ამინ იყავ, ჰე, აუცილებელია, ხო? როგორც შანს ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ ეს ენა, რასაც მე ვსაუბრობ, აქ ყველაფერი ჰეთია, აი შეჰენ, შენ კი არა, შეჰენ უნდა თქვა, შეჰენ. აი ეს ჰე დაკარგული გვაქვს რა, როგორც შანს ეს რაღაცას გამოყოფს ეს ჰე რო ამბობ და ენერგიას წარმოქმნის, რაღაც ენერგიას წარმოქმნის. გამარჯობა პლატონ, მადლობა, გვარავდეს ღმერთიო და მადლობა, გვარავდეს ჩვენ ყველას ღმერთი. რაც შეეხება ეხლა თავბრუსხოვან და იმან გადამიარა ყველაფერმა, მშვენივრად ავედი, დავლიე წყალი და წამოვედი, ეს ენაც გაიხსნა. ანუ ხომ თქვით, მეგობრებო, რა ხომ გითხარით, რომ შენ არ გაძლევენ ინფორმაციებს, ზედმეტ ინფორმაციებს შენ ვერ მოგაწვდიან, თუ შენ გადავსებული ხარ ამასოფლისა ინფორმაციებით. და როგორც კი შიმშილს იწყებს, შენ თავისუფლდები ამასოფლისა ინფორმაციებით და ადვილად შემოდის მერე ეს შენი ეს ახალი გესმის და აი ახლა ამ ენას რამდენი ხანია ვლაპარაკობ, ამ ენაზე რამდენი ხანია ვლაპარაკობ. გაიხსნა და ვლაპარაკობ, მაგრამ მნიშვნელობები არ მესმის. და როცა მნიშვნელობებს გავიგებ, აი ეგ უკვე სხვა რამე იქნება, გესმით? და უკვე დაიწყეს ამ მნიშვნელობების გახსნა. იმიტომ რომ დაინახეს, რომ მე შემიძლია ვთქვათ, ანუ მივყვები ქრისტეს გზას და ისა საქმეებით ვამტკიცებ ამას და არა მარტო ლაპარაკით და იმით რა რაღაც ჩაირთვებიან ხოლმე წირვაზე. საქმეებით მტკიცებულებაა ეს და აი იცი როგორ მინდა რომ თქვენს გაგეხსნათ ესეთი რაღაცეები, ანუ ძალიან საინტერესო, სხვანაირად აღიქვავს სამყარო, საერთოდ სხვანაირად აღიქვავს სამყაროს. ეხლა რა მეოთხე დღეა ხო რომ შიმშილობ და იმდენად შეცვლილია სამყარო ჩემთვის, ჩემს თვალში, რომ აი მანამდე რასაც ვხედავდი, ის სულ სხვა არის, რასაც ეხლა ვხედავ. აი როგორ აგიხსნათ არ ვიცით, მაგრამ აი თქვენ თვითონ რომ გაივლით ამ გზას ნახავთ რა საოცარი გზა არის რა. ხშირად გეხსნება თამაშენ ეს ენა, ჩაიწერე ყველა სიტყვა. ხო, ეხლა უკვე ვიწერ. ეხლა რისი მნიშვნელობების ახსნაცაც მაძლევენ, იმას უკვე ვიწერ. აი ეხლა დავიწყე, დღეს დაიწყო ეს მნიშვნელობების განმარტება. მახსოვს საუბრობდი რაღაც სიტყვებს, ხო? მე და თია მივდივართ ბეთანიაში და ვსაუბრობ მე ჩემს ენაზე რაღაც ჩემს ჩუმად რა და თია არ იმჩნევს ახლა. ხო და თიას ვეუბნები, თია მე თქვი რაღაც ახალ ენაზე დავიწყე საუბარი და არ ვიცი მე თქვი ეს ენა რა არის, ჯერ ვერ გავიგე. ხო, შეგამჩნია თუ არა? თია საყვარელი ხარ. ხო, ანუ ეს ენა არის საინტერესო ძალიან. ლამაზი ენაა, ულამაზესი ენაა. აქამდე რაც გამიგია, რაც მომისმენია.
საინტერესოა. ჩავწერ და თქვენს გაგანდობთ ამენას. აი მოდი კიდე რო არ დაგვავიწყდეს ინტონაცია, ხო? მეჰედერო, ნეება, ლიჰემეტო, დომეჰელი. ხო. აი ესენი საინტერესო. ხო და ჩვენ ანუ რაღაც შემთხვევაში ეს ჰე მე მიშლი და ხელს რა გაგებაში მიშლი და ხელს რომ აი მე თქვი ეს ჰე ერეო და სხვათა შორის იმ დღესვე მე რო გამეხსნა ეს ენა აი ჰოლოტროპულს რო ვაკეთებდი და წამოვიდე და ლაპარაკობ რას ვლაპარაკობ მე თქვი ხო და რაღაცა სიტყვები იქაც დავიჭირე ქართულთან ახლოს იყო ხო და უბრალოდ ეს ჰე იყო გამოკვეთილად აი თითქოს ჰე წყვეტს სიტყვას როგორც აი ახლა ამაში რა მეჰეტო ღმერთო აი ესე რო ვთქვათ რა ღმერთო რო ვთქვათ ღმერთო ხო აი ესე რო ვთქვათ ეს ჰე არის გამოკვეთილი და ცნობიერად ახლა ჩვენ რომ მიჩვეული ვართ პირდაპირ ჰეს გარეშე ლაპარაკს ხო ვერ იასებს გონება მაგრამ როგორც კი ჩართავ აი ამ კავშირებს რომ ეს ჰე რო არ იყოს მაშინ ქართულად რა სიტყვა გამოვიდოდა მაშინვე კავშირები ებმევა გესმის და ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ ჰე წაგვართვეს ჰე მერვე ხო წაგვართვეს რა და ჩვენ ახლა ვართ მერვე დღეში ვართ ახლა ჩვენ გადასულები ვართ მერვე დღეში მეგობრებო რა და ახლა ეს ჰე ისევ აღდგება ანუ ჰე მერვეს პოზიცია თვითონ ქართულ ანბანში უნდა აღდგეს აუცილებლად უნდა აღდგეს მამა ნიკოლოზმა ხომ თქვა ქართული გვექნება სასწავლიო ახლა არ ვიცით ნამდვილი ქართული ჩვენი ენაც დაბინძურებულია ხელოვნურად ჩვენსავით ალბათ დარეჯან ხო და ეხლა რო იწმინდება ადამიანი თვითონვე მოდის ეს რო ეს კოდი სისხლს ხო ინფორმაცია აქვს და ადვილად გამოდის ეს ინფორმაცია მერე აზრში გესმის ანუ სისხლი რო იწმინდება თავისთავად ინფორმაციაც იწმინდება და ინფორმაციაც აღდგენას აკეთებს გესმის აი რა ვიცი რა მე როგორ გააგიხსნათ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ აღვადგინოთ სიწმინდე ჩვენი სისხლის სიწმინდე აღვადგინოთ რა ჩვენი სისხლი გავწმინდოთ და არ გამოვა ჩვენი სისხლის გაწმენდა თუ არ მივბაძეთ ქრისტეს გესმით არანაირად არ გამოვა ჩვენ ფსევდო ქრისტიანები გვერქმევა და გვეგონება რომ აი ჩვენ ვართ ქრისტიანები და რაც მაგრები ვართ ქართველები შეიძლება რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ მაგრამ გაწმენდილ პოზიციაში გესმით ეხლა დაბინძურებულ პოზიციაში დაბინძურებულ პოზიციაში ჩვენ ვერ ვართ მაგრები რა მაგრამ თუ ჩვენ გავიწმინდებით ჩვენ მამაზეც იერის ენა გვეცოდინება როგორც ჩანს აგერ ხო გეუბნებით მამაზეც ეხლა ნახეთ ჰოლოტროპულ სუნთქვაზე რომ იდგა საკითხი და იმ ნათია კოლოსმა რომ გააპარტახა და სატანურიაო რო თქვა ხო ჰოლოტროპული სუნთქვა რას აკეთებს იცით მეგობრებო თქვენს ორგანიზმს სადაც ჟანგბადი არ იყო იქ აწვდის ჟანგბადს და თქვენ თუ ჟანგბადით აღივსებით რა თქმა უნდა სისხლი უფრო ძლიერდება ხო თქვენი ორგანიზმი უკვე უფრო ძლიერია და აქ უფრო მეტი ინფორმაციების დატევა შეუძლია სხეულს სისხლს და რა ვიცი მე რატო გადაეკიდნენ ამ ჰოლოტროპულ სუნთქვას და რატო ესე ძალიან სახელი გაუფუჭეს მე ვერ ხვდები რა რატო უფუჭებენ სახელს ჰოლოტროპულ სუნთქვას ქართული ერის გზა ქრისტეს გზა ეკლესიის გვირგვინის ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომის ამბობს გამსახურდია აბა რა ქრისტეს გზა ეს ჩვენი გზა არის ანუ ჩვენ ახლოს ქრისტე იყო ჩვენი სისხლის
მარიამი იყო მე ვიცი ვინც იყო მარიამი მაგრამ რა არის იცით რაც არ უნდა ვიძახოთ რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ არ ვართ ქრისტიანები სანამ არ გავწმინდავთ სისხლს ძალიან დააბინძურეს ჩვენი სისხლი გესმით ჩვენი სისხლი არის უზომოდ დაბინძურებული თუნდაც ახლა აი ამ აცრებით ამ ვითომ რომ ბავშვების აცრები რომ შემოიტანეს რომელ საუკუნეში მე-20 საუკუნეში ხო ესენი ყველაფერი არის დაბინძურება იმ სისხლის რომ შენ არ იცოდე ვინ ხარ შენ და აგერ გეუბნება თვითონ სიტყვები გეუბნებიან რა ამოვწიო ცოტა მაღლა მეჰეტერო მე ვარ წიაღი ნეჰება მეჰეტო და ლიმეტო გეკითხება ლიმეტო ხარ შენ მეს წიაღიო ანუ თუ ამბობს რომ მე ვარ წიაღიო მეჰეტერო ვარო ხო მაშინ გეკითხება ლიმეტო ხარ შენ მეს წიაღიო და ტომელი ამბობ რომ მე ვარ შენი წიაღი გესმის ნახე რა მაგარ რაღაცებს გიხსნის თუ შენ მამის წიაღი ხარ შენ მაშინ თუ მამა იმას კი არ გეკითხება რომ შენ მე ხარო ჩემი წიაღი ხარო გეკითხება და შენ ამბობ რომ მე ვარ შენი წიაღი აი რა საინტერესოდ არის რა გამოთქმული აი კიდე ვერ ხსნი იმ სიღრმეში რა სიღრმეზეც გამანდეს იმიტომ რომ ვერ გამოვთქვა ამენით რა მოდი ახლა ვეცდები რომ გამოვთქვა ზუსტად ის რაც აი მომივიდა ინფორმაცია ესე იგი ღმერთი გეუბნება რომ მე ვარ შენ გეუბნება ამბობს ამას მეჰეტი ანუ აი ამ სიტყვით ღმერთი წარმოქმნის სიტყვა თვითონ ჰემეტი მეჰეტი ხო მეჰეტი ამბობს ღმერთი რომ ღმერთი რას ნიშნავს ნახე ამ სიტყვაში ამბობს ღმერთი ვარ მე შენ გეკითხება კითხვას გისმევს ვარ მე შენ და შენ რას ეტყვი ანუ ვერ გიხსნით მოიცა ღმერთმა მომეძალა რომ ავხსნა თვითონ სიტყვით აი ამ სიტყვით ღმერთი სვავს კითხვას ვარ მე შენ გესმის აი ხო ადვილი გასაგებია ჰე ღმერთო ერთო ხო ჰე ღმერთო ერთო ამბობს შოთა რუსთაველი ეხლა ნახე ამ სიტყვაში როგორ ჰე ვარ მე შენ ერთო აი ესე შეგვიძლია გადავთარგმნოთ ღმერთო არის აი ეს ზუსტად ეს სიტყვის მნიშვნელობა ვარ მე შენ ერთი ჰე მე ვარ შენთან ერთი და ღმერთს რო ვიძაღით ჰე ღმერთო ერთო ღმერთს შევთხოვთ ჩვენ პირდაპირ ვეკითხებით შენთან კავშირში ვარ ამ სიტყვით ვეკითხებით იმ ზეციურს ვისაც ქრისტე ესაუბრებოდა მამაზე ციერს რომ კავშირში ვარ მე შენთან ღმერთო ხო ვიძახით ხოლმე ღმერთო გამოთქმა ნიშნავს აი ამ სიტყვის გამოთქმა ნიშნავს რომ შენ მამას უკავშირდები და კითხვას უსვავ ვარ მე შენთან ერთად კავშირში ვარ მე შენთან და აი ეს არის იმიტომ გამოვთქვათ ჩვენ სიტყვას ღმერთო ხშირად ქრისტე კი არ გვასწავლის ღმერთო ქრისტე გვასწავლის მამაო ჩვენოს ხო მამაო ჩვენო რომელი ხარ საათაშინა წმინდა იყავს სახელში აი ამ ლოცვაში ღმერთი არსად არ ურევია იმიტომ რომ ღმერთო არის კითხვის დასმა ღმერთო არის კითხვის დასმა როცა უკავშირდები მამაზე ციერს ვარ მე შენთან ერთი
ვარ მე შენთან კავშირში და ჩვენ რომ ესე გვესწავლა ეს მამაო ჩვენო ღმერთო ჩვენო რომელიც ახარ სათავეში მაშინ აქ კი არ ვთხოვდით ჩვენ კითხვას დავუსვავდით ღმერთს ისა მამას ეციერს რომ ვარ მე შენთან ღმერთო ჩემო რომელიც ახარ სათავეში წმინდა იყავს სახელი შენი და კითხვის დასმა იქნებოდა სულ რა კითხვის ნიშნის დასმა იქნებოდა და არ იქნებოდა ლოცვა და ლოცვა არის როცა მიმართულად ეუბნები მამაო ჩვენო რომელიც ახარ სათავეში რომელი ხარ სათავეში ხო ამიტომ ნახე მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენას რა ენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ნახეთ ხო ძალიან მაგრა გავს ეს სიტყვები ნახე ღმერთო ვამბობთ ქართულად მეհეთო არის ვარ მე შენ მე ვარ შენ ხო მაგრა გავს არა მაგრად გავს მე ვამსგავსებ და სხვამ შეიძლება ვერ მიამსგავსოს არ გავხარ ჩვენო ხომ გეჩხუბეს ასე უშვებიან ყველა ქრისტეს მიმდევარს ხო რა თქმა უნდა ეხა ქრისტიანი ვერ ემსგავსება აი იმას რა ქვია რაბის რომელიც იაჰოვას მადიდებელია და იაჰოვაზე ხო თქვა ღმერთმა რომ თქვენი მამა არის მრუში და მკვლელი და რაბებს უთხრა პირდაპირ ამხილა და ეხა რანაირად აპატიებდნენ ქრისტეს მაგას რომ ამხილა არიციან თვითონ რომ მრუში და მკვლელი არის იახვე ძალიან კარგად იციან მაგრამ მაინც უნდათ სისხლის შეწირვები და ისინი რა ქვია თაყვანის ცემები და კერპთაყვანის ცემები აი მაგალითად დედაჩემმა მკითხა ყველა ხატი ჩამოიღეო და კი მეთქი ყველა ხატი ჩამოვიღე ეხლა მე გეტყვით რატომ ჩამოვიღე ყველა ხატი რა ყველა ხატი იმიტომ ჩამოვიღე რომ გარეთ არ იყოს ჩემგან გასული ღმერთი ყველა ხატი არის ჩვენშია ყველა ხატი ჩვენ ვართ ხატი ღმერთის და შენ რო იქ კედელზე გიკიდია ხატი და იმას უყურებ გარეთ არის გასული შენს გარეთ როგორც კი შენში შემოვა ღმერთი ის ხატი კედელზე აღარ უნდა უკვე შენ ხარ ცოცხალი ხატი გესმის და ეხა ვიღაცა დააბრალებს ამას რომ ეგ სატანისგან არის მოიცა რა კარგი და თუ სატანას მიაწერ ყველაფერს სატანისა იქნება და თუ ღმერთს მიაწერ ყველაფერს ღმერთისაა და ასე რომ რომელს გინდათ ემსახუროთ გადაწყვიტეთ ჩვენ ხომ შექმნა თავის ხატად და მსგავსად ღმერთმა კი შექმნა ხო წერია ეს ახთო წერილში მას ჩვენ გარეთ რაღაცო ვეძებთ ხატებს და იმებს ჯვრებს ჩვენ ვართ ჯვარიც და ჩვენ ვართ ხატიც და აი ეს შემოვიდა ჩემში უფრო გამაძლიერა ამან გესმით ჯვარის პოზიცია მე რომ კითხვა დავსვი რომ ეს ჯვარი მე უნდა მეკეთოს თუ არ უნდა მეკეთოს ერთი პერიოდი მაგაზე მქონდა ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი რა და ეს ჯვარი თვითონ მომწყდა და დაიკარგა სადღაც არ ვიცი საწავიდა არ უნდა მეკეთოს ესე იგი შიგნი შევიდა ჯვარი შიგნი შევიდა იმიტომ რომ მე ვარ ჯვარიც და მე უფრო გავძლიერდი მაგ დროს ქრისტე ჩემს გარეთ კი არ არის ჩემში არის გესმის შიგნი არის ჩემში აი ემედო მეედო ხო გეკითხება შენ ხარ ჩემს წიაღში რო ეკითხები ღმერთო ამ სიტყვით რო ეკითხები ჩემს წიაღში თუ ხარ მაშინ რაღაც გინდა იქ დაკიდება რაღაცეების და ბეჭდების გაკეთება და საყურეების ჩამოწი რაღაც მცხვირში საყურის გაკეთება ესეც ხო კერპთაყვანისმცემლობიდან მოდის ხო ჯვრის დაკიდებაც იგივეა კერპთაყვანისმცემლობა არის როდესაც შენს გარეთ არის გასული ღვთაება შენში უნდა იყოს ღვთაება რამდენს ლაპარაკობ მე მგონი უნდა მოვჭე ახლა ლაპარაკს, თორე ერთი და იგივეს ვიმეორებ ჩახვეულივით. ასე რომ მეგობრებო, გიხაროდენ, მე მიხარია ძალიან, იმხელა ენერგიები შემოვიდა ჩემში, ახლა აი ამ სიტყვების გაგების შემდეგ, რომ ძალიან მიხარია.
და ეს მეოთხე დღეა შიმშილის და წარმოიდგინეთ თქვენ ესე თუ გავაგრძელეთ და მივყევით და ღმერთმა შეგვაძლებინოს რამხელა ინფორმაციების შემოვა, როდესაც ჩვენ მე-40 დღეზე ვიქნებით ასული. წარმოგიდგენიათ თქვენ? ზუსტად 2027 წლის ნოემბერში არის ეს დრო, როცა 40 დღეზე ავალთ ჩვენ შიმშილის. გაკოცეთ ახლა მე წავედი და მადლობა თქვენ ყველას, ვინც მისმენთ ხოლმე და მეც მადლობელი ვარ თქვენი.